მოგესალმებით, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში უნდა დავსვათ უმნიშვნელოვანესი კითხვა. Kindle თუ წიგნი? მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რადგან როგორც იცით, მაქვს ფიზიკური წიგნებიც და ასევე ვიყენებ Kindle-საც. ვისაუბრებ იმ პლუსებზე, რომელიც აღმოვაჩინე Kindle-ში კითხვისას და რა თქმა უნდა, ბოლოს მე თვითონაც გავცემ ამ კითხვას პასუხს და გეტყვით პირადად მე რომელი მირჩევნია, Kindle თუ წიგნი. ერთ-ერთი თქვენგანის კომენტარი წავიკითხე, სადაც იყო თხოვნა რომ ჩამეწერა ვიდეო ამ თემაზე და მეც რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს აზრს. დავიწყოთ. პირველ რიგში მოდი მოგიყვებით იმ ისტორიას თუ როგორ დაიწყო ჩემი და Kindle-ის ურთიერთობა. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც Kindle კატეგორიულად არ უნდოდა. ვერაფრით ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა რომ Kindle-ში რაღაც წამეკითხა და ამ პროცესისგან მიმეღო სიამოვნება. ზოგადად ელექტრონულ წიგნებს არ ვკითხულობდი არასდროს, თუმცა არის ასეთი წიგნი პატრიკ როთფუსის ბრძენკაცის შიში, ეს არის ქარისახელის მეორე ნაწილი და ეს წიგნი ფიზიკურად ვერსად ვერ ვნახე. ვერაფრით ვერ ვიყიდე, სად არ დავწერე, რომელ ჯგუფში არ მოვიძიე, მაგრამ მოკლედ არავის არ ქონდა. და სხვა გზა არ დამრჩა და მომიწია რომ წამიკითხა ელექტრონულად. გამოვიყენე პლანშეტი და იქ წავიკითხე საბას აპლიკაციაში ეს წიგნი. და რომ ვაღიარო, ძალიან ვისიამოვნე პროცესით. მოკლედ, როდესაც საბაში ესე კარგად და გემრიელად წავიკითხე ეს წიგნი და აქვე ვიტყვი რომ პლანშეტთან შედარებით Kindle უბრალოდ ბევრად მეტი ბენეფიტი აქვს, დავფიქრდი, ხომ არ მეყიდა Kindle. და ნუ სანამ მე მოვიფიქრე და ეს ყველაფერი თავში დავალაგე, Kindle მივიღე საჩუქრად. ლიკა და თოკა. საუკეთესო საჩუქარი იყო. თქვენ არ იცით რა სიკეთე გააკეთეთ. ასე დაიწყო ჩვენი ისტორია. Kindle რომ მივიღე საჩუქრად დაახლოებით 1-2 კვირაში წამოვედი ფილიპინებში საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, ბევრი წიგნის წამოღება ვერ შევძელე, მაგრამ სწორედ აი ამ მოწყობილობით წამოვიღე უბრალოდ ბიბლიოთეკა. ახლა კი მინდა უფრო დეტალურად განვიხილოთ Kindle-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველი დადებითი მხარე, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, არის Kindle-ის წონა. უბრალოდ უმსუბუქესია. ანუ არსად არ გექნებათ Kindle-ის წაღების პრობლემა, აი ძალიან პატარა ჩანთაც რო აიღოთ, იმაშიც უპრობლემოდ ჩაატევთ და რა თქმა უნდა თუ რაღაც სქელტანიან წიგნს კითხულობთ, მაგის წარება მარტივი არ არის. და კი მეგობრებო, თამამად ვამბობ მაგას, იმიტომ რომ პირადი გამოცდილება მაქვს მტკივნეული ჩემი ზურგისთვის. ჩანთასაც კი მაგით ვარჩევდი, რომ დიდი წიგნი ხო ჩაეტევა მეთქი და მაგ პრინციპით ვყიდულობდი. ასე რომ სუპერ კომფორტულია მაგ კუთხით. ჩაიგდეთ თქვენს პატარა ჩანთაში და ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ რომ წაიღოთ. კიდევ ერთი ძალიან დადებითი რაც აქვს Kindle-ს არის ის, რომ აი ამ პატარა მოწყობილობაში გაქვთ უბრალოდ მარცხა ბიბლიოთეკა და შეგიძლიათ გადმოწეროთ უამრავი წიგნი. მართლა არ ვიცი რამდენი წიგნი უნდა გადმოვწერო, რომ მეხსიერება გავისოს. იმიტომ რომ ანუ ვიწერ და თითქოს არაფერი არ იცვლება და ისევ ძალიან ბევრი ადგილი მაქვს. ჩემს შემთხვევაში როგორც აღნიშნე, სხვა ქვეყანაში რომ გადმოვედი, უბრალოდ იდეალური გამოსავალი იყო და თქვენც აი თუ სადმე მიდიხართ მაგალითად დასასვენებლად ან ცოტა ხანგრძლივად და არ გინდათ რომ ბევრი წიგნი წაიღოთ ან ადგილი არ გაქვთ ან მძიმეა და ასე შემდეგ, Kindle მეგობრებო. იდეალური გამოსავალია, გადმოწერეთ რამდენი წიგნიც გაგიხარდებათ და იკითხეთ. პირადად მე ძალიან მიყვარს ძილის წინ კითხვა და ყველაზე მეტს სწორედ დაძინებამდე ვკითხულობ. ფიზიკური წიგნის შემთხვევაში რა თქმა უნდა არის პატარა სანათები, რომლითაც შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ ნუ თუ ოთახში მარტო არ ხართ, ამ პატარა სანათსაც ისეთი განათება აქვს, რომ სხვა ადამიანს მაინც შეაწუხებთ. მოდი ახლა ვისაუბროთ Kindle-ზე, რომელიც ღამე კითხვისთვის არის უბრალოდ იდეალური. ნებისმიერ დროს იდეაში დღისითაც და ღამითაც თქვენ გაქვთ საშუალება რომ დაასტაბილუროთ განათება იმ დონეზე რომელიც გნებავთ და გარდა განათებისა შეგიძლიათ დაასტაბილუროთ რამდენად თბილ ფერში გსურთ რომ ეს განათება გქონდეთ. ღამე ასევე ძალიან კარგია, როდესაც ოდნავ თბილი ფერი შემომაქვს, რადგან ეს უფრო ნაკლებად აღიზიანებს თვალებს. ასე რომ ეს ძალიან კარგი გამოწვევა მომიგვარა პირადად მე Kindle-მა და რომელ საათამდეც გამიხარდება შემიძლია რომ მშვიდად ვიკითხო. არ ვიცი თქვენც ეგრე იქცევით თუ არა. და ალბათ იქცევით. როცა ახალ თავს ვიწყებ ხოლმე წიგნში, აუცილებლად ფურცლავ, რომ ვნახო რამდენი გვერდია ხოლმე, რომ განსაზღვრო დაახლოებით რა დრო დამჭირდება ამ თავის წასაკითხად. Kindle პირდაპირ გიწერთ იმას, თუ რამდენი წუთია დარჩენილი ახალ თავამდე. და მართლა ძალიან კარგია პირადად ჩემთვის ეს ფუნქცია, რადგან ან გასასვლელი თუ არ სადმე ან დრო თუ მაქვს კონკრეტული განსაზღვრული, მე უკვე ხვდები ვასწრებ თუ არა იმ თავის წაკითხვას. როდესაც თქვენ დაიწყებთ Kindle-ში კითხვას, Kindle თვითონვე დაითვლის თქვენი კითხვის ტემპს და ამის შესაბამისად დაგიწერთ ხოლმე უკვე დროს თითოეულ თავზე. და შეგიძლიათ ისიც ნახოთ, რამდენი საათია დარჩენილი წიგნის დასრულებამდე. ასე რომ მე მგონი ეს ზოგადად ყველასთვის ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებით ალბათ იმ ადამიანებს გაახარებს, ვინც დროს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. თუ წიგნის კითხვის დროს მომიწია ტელეფონის აღება, ეს არის ჩემთვის ძალიან არაკომფორტული და ძალიან ხელის შემშლელი და საკმაოდ მიჭირს ხოლმე შემდეგ ისევ
კონცენტრირება მოვახდინო წიგნზე და იმ შინაარსზე, რასაც ვკითხულობ. ზოგადად ინტერნეტს ვთიშავ ხოლმე მკითხვის დროს, რომ არაფერმა არ შემაწუხოს, მაგრამ რასაც ვერ გავექცევი ამ სიტუაციაში არის ის, რომ უნდა ვიცოდე რომელი საათია. და ნუ მოკლედ თუ გსურთ რომ დრო გააკონტროლოთ იმ კუთხითაც რომ იცოდეთ რომელი საათია, Kindle-ს აქვს ეს ფუნქციაც, შეგიძლიათ ჩართოთ და ნებისმიერი გვერდის კითხვის დროს ჩვეულებრივად ხედავთ საათს და მოკლედ შეძლებთ ამით გააკონტროლოთ თქვენი დრო. მე თვითონ ჩავერთე ეს ფუნქცია, მას შემდეგ რაც აღმოაჩინე რომ რამდენიმეჯერ შევყევი და 3-4 საათამდე ვკითხულობდი და მოკლედ მაქრო ძალიან კომფორტულია და არ მჭირდება დამატებით არაფრის შემოწმება. ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს წიგნში რაღაც გარკვეული მონაკვეთების მონიშვნა და კომენტარების გაკეთება. Kindle-ში ეს პროცესი ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მეტად გამარტივებულია, რადგან არ საჭიროებს დამატებით არანაირ აქსესუარს. შეგიძლიათ უბრალოდ დააჭიროთ ამ მონაკვეთს, მონიშნოთ ის წინადადება, რომელიც გსურთ, კომენტარსაც ძალიან მარტივად დაურთავთ და შემდეგ შეგიძლიათ ზოგადად შეამოწმოთ თუ რა მონაკვეთები გაქვთ ამ წიგნში მონიშნული და თავიდან გადაიკითხოთ. ასე რომ ძალიან მარტივია, ძალიან კომფორტული და რაც ყველაზე მთავარია, მოკლედ ვისაც გსურთ რომ ეს ჰაილაითები გააკეთოთ, უმარტივესად გააკეთებთ Kindle-შიც. პირადად მე უნდა ვაღიარო რომ ფიზიკურ წიგნამდე Kindle-ში დავიწყე ჰაილაითების გაკეთება და ძალიან ვისიამოვნე ამ პროცესით. ინგლისურენოვანი წიგნების კითხვის დროს, რა თქმა უნდა, არის ხოლმე რაღაც სიტყვები, რის მნიშვნელობაც არ ვიცი და ჩემთვის ძალიან არაკომფორტული იყო ის მომენტი, როცა უნდა მომეღო ტელეფონი, ჩამეწერა ეს სიტყვა, მეპოვა მნიშვნელობა, შემდეგ დაუბრუნებოდი ისევ წიგნს და რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ეს პროცესი და თითქოს რაღაცნაირად გიფუჭებს იმ მომენტს, რომ აი მიყვე მთელი სულით და გულით სიუჟეტს. Kindle-მა რა თქმა უნდა ეს საკითხიც მოაგვარა და ძალიან მარტივად შეგიძლიათ უბრალოდ თითი დააჭიროთ ამ სიტყვას და იმ წამსვე ნახავთ მის მნიშვნელობას. კიდევ დამატებით გაქვთ vocabulary builder, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ყველა იმ სიტყვას გადახედოთ, რომელსაც დააკლიკეთ და კიდევ ერთხელ გაიაზროთ მათი მნიშვნელობა და ისიც კი ნახოთ, თუ რომელ წინადადებაში შეგხვდათ ეს სიტყვა. რა ქნან მეტი? ასე რომ გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ინგლისურად კითხვა ზოგადად აუმჯობესებს თქვენი ენის ცოდნას, ესეც დამატებით დაგეხმარებათ და უფრო მეტ სიტყვას ისწავლით. კიდევ ერთი ძალიან კომფორტული და კარგი რამ, რაც Kindle-ს აქვს, არის ის, რომ მაგალითად თუ მიდიხართ აუზზე ან ზღვაზე, პირველი, მზის შუქზე იდეალურად ჩანს ტექსტი, რაც პლანშეტის და ტელეფონის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის და მეორე, წყალგამძლეა. ნუ, მოდი ამასთან ერთად მოვჩახვალ ზღვაში და ერთად მივიცურავებთ. სიტყვაზე წყლის წვეთები თუ მოხვდა, ან რაღაც თუ გადაესხა, წყალშიც კი რომ ჩავარდეს, არსებობს რაღაც გარკვეული წესები, რომლებსაც უბრალოდ უნდა მიყვეთ და თქვენი Kindle-იკო გადარჩება. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ყველა Kindle-ს არ აქვს ეს ფუნქცია და აუცილებლად წაიკითხეთ ხოლმე აღწერა. უშუალოდ ეს მოდელი არის Kindle Paperwhite Generation 12 და არის წყალგამძლე. და პირადად ჩემი გამოცდილებით ზღვაზე თქვენ წაღებული აუზეც მიმოქვს ხოლმე და სრულიად უპრობლემოდ და მშვიდად ვკითხულობ. ალბათ გაინტერესებთ, რამდენად ხშირად ჭირდება Kindle-ს დატენვა და რამდენად კარგი მონაცემი აქვს ამ კუთხით. პირადად მე საკმაოდ აქტიურად ვკითხულობ Kindle-ით და ჭირდება ხოლმე დატენვა დაახლოებით 2-3 კვირაში ერთხელ. ანუ რო დატენი არასდროს არ ჭდება. არასდროს არ მქონია ისეთი გამოცდილება, რომ სადღაც დამიჯდა, გამეთიშა, წიგნი ვერ დავამთავრე ამის გამო ან რამე მსგავსი. სატენი რომს დაგრჩეთ პირობითად სადმე და 1-2 კვირით გახვიდეთ და მეტი დროითაც არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტად გაახანგრძლივოთ ეს პროცესი პატარ-პატარა ხრიკებით, მაგალითად Wi-Fi გაუთიშოთ, brightness-ი ჩაუწიოთ და ასევე რეკომენდირებულია, რომ ღამე გადაიყვანოთ dark mode-ზე, რომ უფრო ნაკლები ენერგიის მოხმარება დაჭირდეს Kindle-ს. ასე რომ იმის ფონზე, რომ ტელეფონი მართლა სულ აქტიურად მიჯდება ხოლმე და სულ სატენს ვეძებ, ძალიან კომფორტულია, რომ Kindle-ზე ეს პრობლემა არც ერთხელ არ მქონია. მიყვარს. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე კიდევ ერთი ძალიან კარგი რამ Kindle-ის შესახებ და ეს არის Kindle-ის აპლიკაცია. გადმოიწერთ ამ აპლიკაციას და აბსოლუტურად ყველაფერი ავტომატურად აისახება, ყველა ის წიგნი იქნება, რაც გადმოწერილი გქონდათ და გარდა ამისა, თუ პირობითად სადმე Kindle დაგრჩათ ან რაღაც პატარა შუალეთი ჩაგივარდათ, რომ წაიკითხოთ, აპლიკაციიდან ჩვეულებრივად გააგზელებთ თქვენს წიგნს. ძალიან კომფორტულია და გამიხარდა, რომ ეს ფუნქციაც აქვს. რა თქმა უნდა, ეხლა მე უპირატესობას უშუალოდ Kindle-ის მოწყობილობას ვანიჭებ, მაგრამ მქონდა ცოტა ხნის წინ სწორედ ეგ სიტუაცია, რომ უცბად აღმოჩნდა, რომ მიწევდა ლოდინი, Kindle-თან არ მქონდა და აპლიკაცია გავახსენე და იქიდან გავაგზავნე კითხვა და ძალიან კარგი იყო. ასე რომ ესეც ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ რაღაც მომენტებში ეს სიტუაცია თუ შეგვექმნება, სკროლვის მაგივრად შეგვიძლია რომ გავხსნათ და წიგნი წავიკითხოთ. კიდევ ერთი რამ, რაც უზომოდ მომწონს პირადად მე და არის იდეალური გამოცდილება ჩემთვის, არის ის, რომ შემიძლია შევცვალო ფონტის ზომა. ანუ ისეთ გაადიდებთ და დააპატარავებთ სიტყვებს, როგორც იმ მომენტში თქვენს თვალს ესიამოვნება. და გარდა ამისა, შეგიძლიათ უშუალოდ ფონტიც შეცვალოთ და ისეთი არჩიოთ, რომელიც თქვენ მოგეწონებათ.
ანუ ყველაფერი შეგიძლიათ აბსოლუტურად რომ შეცვალოთ, ხაზებს შორის როგორი დაშორება გსურთ, თუ გინდათ რომ გაადიდოთ და დახაროთ და ისე იკითხოთ, აი ყველაფრის გაკეთება აბსოლუტურად შესაძლებელი და ძალიან კომფორტულია ნამდვილად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იცით თქვენს და არსებობს წიგნები, რომლებიც უბრალოდ ისეთი პატარა ასოებით წერია ყველაფერი, რომ აი მაგის გამო ძალიან ბევრი კარგი წიგნი სამწუხაროდ არ მიყიდია, იმიტომ რომ ვიცოდი რომ აი მაგ პატარა სიტყვებს რო შევჭიდებოდი, ჩემი -5 გახდებოდა -50. მინდა სიბრმავე. არა. ასე რომ ეს ნამდვილად ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფუნქცია, რაც Kindle-ს გააჩნია, ჩემსავით ბრმა ადამიანებს, მოკლედ გულს უხარებთ. და ბოლოს რაც მინდა გაგიზიაროთ და რაც საკმაოდ სუბიექტურია, არის Kindle-ის აქსესუარები. ზოგადად წიგნთან დაკავშირებული ნივთები ძალიან მიყვარს და ძალიან მიჭირს თავის გაკონტროლება, რომ ყველაფერი არ ვიყიდო, რაც კი არსებობს და Kindle-ზეც მოკლედ იგივე ამბავში ვარ, რომ შევდივარ ხოლმე საიტზე, ძალიან მიჭირს თავის გაკონტროლება, რომ ყველა кейსი არ გამოვწერო და ყველა სტიკერი და ასე შემდეგ. და ნუ პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, თუ რაღაც ლამაზ кейსში მიდევს ჩემი Kindle, კომფორტულად მიჭირავს, რაღაც სტიკერები მაქვს. თითქოს ეს ყველაფერი პროცესს კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის. ნუ მე აქსესუარები ზოგადად ძალიან მომწონს და იმედი მაქვს ეგ არ გამაღატაკებს. გულწრფელად რომ ვაღიარო, ჩემთვის Kindle-ს ნამდვილად არ აქვს ბევრი უარყოფითი მხარე. ერთი უბრალოდ რაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება არის ქართულენოვანი წიგნები. ანუ არ გვაქვს რეალურად ისეთი ბაზა, საიდანაც შევძლებთ რომ შევიძინოთ ხოლმე ეს წიგნები და გადმოვწეროთ Kindle-ის ფორმატში, რაც პირადად ჩემთვის საკმაოდ პრობლემურია. და მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე ვიღაც ფიქრობს და იმედია ეს საკითხი მალე მოგვარდება. ინგლისურენოვან წიგნებზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. შეგიძლიათ გამოიყენოთ Kindle Unlimited $12 შეგიძლიათ იყიდოთ 1 თვის პაკეტი და უამრავი წიგნი დევს ამ შემთხვევაში უკვე თქვენთვის უფასოდ და ფაქტობრივად ამ $12 ძალიან მალევე ამოიღებთ, იმიტომ რომ შეიძლება ერთი წიგნი ღირდეს ამაზე ბევრად მეტი. ასე რომ ჩემი აზრით ღირს. და გარდა ამისა, პირადად მე გუშინ $1 ვიყიდე ერთი წიგნი, ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე ფასდაკლებები და უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოთ და თვალყური ადევნოთ ხოლმე წიგნებს. და კიდევ ერთი ასე ვთქვათ უარყოფითი მხარე ჩემთვის არის ის, რომ Kindle წიგნი არ არის. რაშიც გულისხმობ იმას, რომ ჩემთვის წიგნის ხელში დაჭერა და გადაფურცვლა არის მართლა ცალკე სიწმინდე. ანუ ჩემთვის ძალიან სხვანაირი პროცესია, სხვანაირი ესთეტიკა აქვს წიგნს და ამას Kindle ვერ შემიცვლის. თუ გადავავიდე რამდენიმე წიგნი წავიკითხე Kindle-ში, შემდეგ მოთხოვნილება მიჩნდება მართლა, რომ აუცილებლად წავიკითხო ფიზიკური წიგნით. და ნუ ეს პროცესი ჩემთვის არის შეუცვლელი. რაც შემეცვალა არის ის, რომ ფიზიკურად ყიდულობ უკვე რაღაც განსაკუთრებულ წიგნებს. ანუ თუ ვიცი, რომ შინაარსობრივად არის ძალიან კარგი, ან ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს. ახლა კი რომ შევაჯამო და პასუხი რომ გავცე ჩვენს მთავარ კითხვას, თუ რომელი მირჩევნია, წიგნი თუ Kindle, ჩემი პასუხია ორივე. უწრფელად ვთვლი, რომ თუ აქტიური მკითხველი ხართ, აუცილებლად უნდა გქონდეთ Kindle-იც. ძალიან კომფორტულია და აქვს ძალიან ბევრი ბენეფიტი. უწრფელად და კიდევ ერთხელ არ დაივიწყოთ, რომ მე Kindle არ მინდოდა. და ახლა მე ვარ უბრალოდ Kindle-ზე შეყვარებული ადამიანი, რომლის დღე იწყება Kindle-ით და მთავრდება ასევე Kindle-ით. და წიგნი რა თქმა უნდა ჩემთვის რჩება უცვლელი, იმიტომ რომ მქონდეს ძალიან დიდი ბიბლიოთეკა და ურჩხულდამზე თუ ნახავში რომ დადის ბელი ესე კიბით აქეთ-იქით და ისე არჩევს წიგნებს, მეცვის ამაგას აუცილებლად. ასე რომ კი ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ვერ ვიტყვი რომ Kindle-მა სრულად ჩამინაცვლა წიგნები, ყოველთვის იქნება ძალიან ბევრი ფიზიკური წიგნი ჩემს თავზე და ასევე ჩემი Kindle-იც ყოველთვის იქნება ჩემთან. აქ ერთი პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო. ერთ-ერთმა თქვენგანმა წინა ვიდეოზე დამიწერა, რომ იყო ესეთი შემთხვევა, როცა მომხმარებლებს წაეშალათ ყველა წიგნი Kindle-ზე. როგორც მოვიძიე ინფორმაცია, კი იყო რაღაც პატარა ხარვეზი, თუმცა ძალიან მალევე მოგვარდა ეს პრობლემა და ისევ აისახათ ჩვეულებრივად ეს წიგნები მათ ბიბლიოთეკაში და არავის მოკლედ არაფერი არ დაეკარგა. ასე რომ ხოლმე მგონია გარგვემუქრება და მაინც ჩემს ახლობლებსაც ვკითხე, ვისაც Kindle აქვს და მსგავსი რამ არავის არ დამართნია. დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ რომ რომელიმე საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ და თუნდაც Kindle უფრო დეტალურად განვიხილოთ, შეგიძლიათ რომ დამიწეროთ კომენტარებში. გარდა ამისა, თუ წიგნები გიყვართ, არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ახლა კი გემშვიდობებით და ყველას ძალიან ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!